შუადღემშვიდობის ანა მივესალმები ტელეკომპანია პირველის მაყურებელს. გულწრფელად რო გითხრათ, ვერ წარმომედგინა, რომ აგვისტოში, როდესაც ყველაზე მძიმე დღეები აქვს საქართველოს და ვიხსენებთ 2008 წლის აგვისტოს ომს დაღუპულ გმირებს, აი ესეთი საჯარო მავნებლური დისკუსია შეიძლება გახსნილიყო ურთიერთბრალდებების და აი ამ ურთიერთბრალდებებს და ამ წამოსწრულ სიგიჟეებს, მავნებლობებს უკვე ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ იყენებენ მათ შორის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები, როგორც აფხაზეთის, სოხუმის, ისე ცხინვალის რეგიონის. პარამიძის განცხადება, რა თქმა უნდა, იყო უდიდესი მავნებლობა, შეცდომა და აქ ბოდიშია მოსახდელი და წერტილი ამ ყველაფერს დასასმელი, აი ეს გაკეთებული განცხადება. მე ამ გადაცემაში დამონტაჟებული ხო ვიცით რა პროცედურასაც გადის ახლა მთელი გადაცემა. მე გასვლა ამ გადაცემის, მე აქედან ამოჭრა და კამპანიის წარმოება, მე გამოძიების დაწყება და აი ამ დისკუსიის და სამართლებრივი პროცესის საგნად ქცევა იმ მავნებლობის, რაც ერთმა ადამიანმა გააკეთა, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული და ნორმალურ, ადეკვატურ ხელისუფლებო პირიქით ეს ნარატივების გაქრობას უნდა ახერხებდეს და ცდილობდეს და იმ სიგიჟეს, რაც თქვა ამ ადამიანმა, ბოდიშის გარდა არაფერი არ უშველის და რა თქმა უნდა სამართლებრივი პროცესებზე და პროცედურებზე საუბარიც ზედმეტია. უნივერსალური ჭეშმარიტება, რომელიც საერთაშორისო სასამართლოების დონეზეა დადგენილი, როგორც ჰააგაში, სადაც დადასტურდა, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე ჩაიდინა ომის დანაშაულები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტრასბურგის გადაწყვეტილებით, სადაც დადასტურდა, რომ ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები ჩაიდინა რუსეთის ფედერაციამ, ამ უნივერსალური დადგენილი ჭეშმარიტებების ფაქტობრივად გადაწერის პროცესი მიმდინარეობს ამ სიგიჟით და ამას ვაკეთებთ ჩვენ თვითონ ქართველები და რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ვერ მოემსახურება ის პროცესი, რასაც ახლა ჩვენ თვითონ ვაკეთებთ ჩვენივე ხევით. 7 აგვისტო, 8 აგვისტო, ტყვეების გაცვლა, აფხაზეთის ომი, აგვისტოს ომი, ვინ დაბომბა, ვინ დაიწყო საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მხრიდან. რუსეთის ფედერაცია არის აგრესორი. 7 აგვისტომდე ბევრად უფრო ადრე დაიწყო ეს ომი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციამ და ეს არის საერთაშორისო სამართლით აღიარებული უნივერსალური ფასეულობები, ჭეშმარიტებები, რომელიც გადაწერას, რევიზირებას არ ექვემდებარება და ყველამ უნდა ვცეთ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს პატივი, ჩვენი ქვეყნის ეროვნულ საფრთხეობას და იმ დაღუპულ გმირებს, რომლებსაც აი ამ დისკუსიისთვის არ გაუწირავთ სიცოცხლე. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გაწირეს სიცოცხლე, ჩვენი შვილების მომავლისთვის გაწირეს სიცოცხლე და ამ ადამიანების ღირსებას, ამ ადამიანების ხსოვნას მაინც უნდა ვცეთ პატივი. როგორ შეიძლება შენს განცხადებას აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი, რუსული საოკუპაციო რეჟიმი შენი ქვეყნის წინააღმდეგ იყენებდეს და მე კობახიძის განცხადებას, ივანიშვილის ბოდიშს და 1000 კიდე სიგიჟეს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ აქტებს, მათ შორის მინდა გაგახსენოთ ჩორჩანას ქმედებას, რომელსაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ზუსტად ისევე აფასებს, როგორც ქართული პროკურატურა და ამას უწოდებს დანაშაულს და პროვოკაციას თითქოს ოსი ხალხის წინააღმდეგ, აი ეს ყველაფერი საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. უამრავი შრომა არის ჩადებული იმაში, რომ საერთაშორისო სასამართლოების დონეზე დადასტურებული იყო ოკუპაციის ფაქტი, ომის დანაშაულების ფაქტი, ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ფაქტი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და თქვენ იცით, რამდენი შრომა ჯაფა ადამიანების, რა ვიცი, დღეები არის ჩადებული წლები იმისთვის, რომ ამისთვის მიეღწია საქართველოს და დღეს აგვისტოში, აი ყველაზე მძიმე დღეებში ამ დისკუსიას ვისმენთ სრულიად გაუგებარს, მე ამას გადაძლევს პოლიტიკური დისკუსიის საგნად, მე სამართლებრივ პროცესში ამ ყველაფერს გადატანელს, ეს უნდა გაჩერდეს, ეს სიგიჟე უნდა გაჩერდეს, ყველანი უნდა თანხმდებოდეს. ასეთი თარიღები, ერის კონსოლიდაციის თარიღებია ყველა ნორმალურ საზოგადოებაში. ყველა წელს აი ხო სხვათა შორის მართლა მაქვს ხოლმე ინტერესი რომ მართლა მაქვს ხოლმე ინტერესი რამდენი წელია ხა ამ დისკუსიას ვისმენთ თარიღთან დაკავშირებით და ეს მხოლოდ ხა ეს კალენდარული რაღაც ამბავი არ არის ხო ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და მართლა მაქვს სურვილი ადამიანური მოქალაქეობრივი ყველანაირი რომ აი აღარ ვნახოთ ამ საკითხზე არანაირი დისკუსია დავა მაგრამ აი რატომ ვერ ხერხდება ეს აი მართლა
უცნაურია და მართლა არაერთ კითხვას ბადებს და ეხლა თქვენ პოლიტიკოსები ხართ, უფრო მეც ლაპარაკობთ ამაზე, აკეთებთ შესაბამის შეფასებას და რაცაც ვისმენ ამ დღეების განმავლობაში არის ის, რომ აქ არის მიზანმიმართულობა და ვერანაირ შემთხვევაში ვერ იქნება შემთხვევითი ვერც ერთი განცხადება და ნარატივი, რომელსაც დღეს იღებს საზოგადოება ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. აი რა მიზანს და ამოცანას ხედავთ ამ პროცესის მიზანმიმართულობის მიღმა? ბერდია, როგორ ფიქრობთ? აი რა არის ამოცანა, რომლის მიღწევის მცდელობაც არის? ეს არის როგორც საგარეო, ასევე საშინაო მოხმარების ნარატივი, იმიტომ რომ ჩვენ არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ ეს ნარატივები ასევე იქნება გამოყენებული იმ შემთხვევაში, თუ თქვათ ოცნება რაღაც ასე აი ეს ამობს ხოლმე რაღაც საარჩევნო კამპანია ეს ჭრილშიც განიხილება ხოლმე, ხო? ესა თუ ის საკითხი და ჩვენ ვიცით წინა არჩევნებზე როგორ მოხდა ომის თემატიკის გამოყენება. რა სიტყვით ამ კუთხით? ასე უნდა შევხედოთ თუ არა ამ თემას? ხო, ანა, ეს დისკუსია ამ დისკუსიის გაჩენისთვის ხელის შეწყობაც კი დანაშაულია ნებისმიერი ხალხის მხრიდან და აქ ხელისუფლებას უპირობოდ ყველაზე პირველი პასუხისმგებლობა აქვს. რა თქმა უნდა, თუმცა წელს განსაკუთრებით აქტიურობით გამოირჩევა ხელისუფლებაც და ოპოზიციის რაღაცა ნაწილიც, რომ აი ეს დისკუსია შედგეს. ხო საერთაშორისო სამართლის საკითხია 7 აგვისტო თუ 8 აგვისტო როდის გადმოილახა როკის კვირაბი რუსეთის ფედერაციის სამხედრო შენაერთების მხრიდან ხო ამაზეა საუბარი ამაზეა დაყვანილი ეს ყველაფერი რამდენიმე მომხმარებელი ყავს ამას რა თქმა უნდა ოცნების ხელისუფლების მხრიდან ჩვენ ანუ ხედავთ აი ღია პროცესს და ორი თვეა ამას ჩვენი პოლიტიკური გუნდი გაიძახის რომ ცხინვალის რეგიონის 9 მაისიდან მოყოლებული ცხინვალის რეგიონის ანექსიური პროცესები გადაზრდილია უკვე ძალიან სერიოზულ და საშიშ პროცესებში თქვენ ნახეთ ორმხრივად გაფორმებული ხელშეკრულება ეგრეთ წოდებული ურთიერთდახმარების შესახებ ღრმა და ყოვლისმომცველი ინტეგრაციის შესახებ სადაც ფაქტობრივად დუმას დამტკიცებული კანონპროექტი რომელსაც სიმბოლურად 9 მაისს მოეწერა ხელი პუტინსა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ახლა მიმდინარე პროცესზე არის საუბარი 2020 ეს არის პირდაპირ დაკავშირებული ამასთან ანა ადამიანებს ანექსიის დაგმობისთვის ვერ ამოვაღებინეთ ხმა და რეალურად დღეს აი ამ ანექსიურ პროცესებს უნდათ შეგვაგუონ ფაქტიურად რომ ვიღაცისკენ გაიშვირონ ხელი და თქვან რომ ეს ამისი ბრალია ანექსიური პროცესები ეხა რაც ხდება ცხინვალის რეგიონში იმისი ბრალია რომ ვიღაცამ 2008 წელს რაღაცა არასწორად გააკეთა აი ამ სიგიჟეს ვადევნებთ თვალს ჩვენ და მეორე მხრივ ხედავთ ანა რომ თბილისის მერი გრუზინსკაია კუხნია როგორც თვითონ ელაპარაკებოდა ამ რუს ბლოგერს უმასპინძლდება აქ და ფაქტობრივად რუსეთის მოქალაქეების ომბუდსმენად არის ქცეული თელავის ინციდენტიდან მოყოლებული ყველა რუსი ბლოგერი თუ შეწუხებული რუსეთის მოქალაქე ამ ინციდენტით თითქოს ყველა კახაკალაძეს ნიშნავდა სპორტსმენების ხო მედიატორი სახელმწიფოსთან კახაკალაძეა თავიდან ბოლომდე ეხლა უკვე რაღაცა გრუზინსკაია კუხნიას ის იყო ფაქტობრივად ბლოგერი ჩამოსული და აშუქებდა გრუზინსკაია კუხნიას კალაძესთან ერთად შემთხვევით შევხვდიო კალაძე ამბობს და უპასუხე კითხვებს არის თქვენთვის რა ვიცი ხა რამდენი შემთხვევითი ტურისტი არის ამ ქვეყანაში რუსი ჩამოსული რატო ვერ შეხვდა იტალიელ ტურისტს კაცო რატო ვერ შეხვდა რა ვიცი ფრანკს ბრიტანელს და ეს ყველაფერი შეხვედრია ბოლო პერიოდის განმავლობაში ქალაქის მერს იმის დროა ყავის დასალევად შესულ იმას ბლოგერს ჩამოუждდეს და 9 საათი გრუზინსკაია კუხნიაზე და კალორიების წვაზე და იმაზე ესაუბროს ანუ ნორმალურია ეს ჯანსაღია ეს პროცესი ტურისტის წინააღმდეგ კი არ არის არავინ უბრალოდ აი ესეთ მძიმე დღეებში ასეთ ფაქიზ თემებს მოფრთხილება ჭირდება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებს ეხება საქმე შენი გმირების ხსოვნას ეხება საქმე და უნდა შეგეძლოს შენი ეროვნული ინტერესების დაცვა მინიმუმ სიჩუმე შეგეძლოს თუ არ შეგიძლია საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა და ამას გრძელვადიანი პროცესი განაპირობებს ერთი ის რომ ანექსიაზე ხმას არ იღებენ და თითქოს გავაგუებენ ცხინვალის ძირძველი ქართული მიწის რუსეთისთვის მიერთების პროცესს გავაგუებენ და გვეუბნებიან მათ შორის რომ ჩორჩანაში საქართველოს კონტროლირება ტერიტორიაზე ეს რო იყოს კიდევ ისეთი ტერიტორია სადაც ეფექტურ კონტროლს რუსული საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს იქ შეიძლება გეთქვა ეს მაგრამ ქართულ კონტროლირება ტერიტორიაზე ქართული საპოლიციო საგუშაგო ჩადგმა არის დანაშაული ამ ხელისუფლებისთვის ზუსტად ისევე როგორც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმისთვის აი ამას გვაგუებენ ამას გვაჩვევენ
და ეს არის ეროვნული ინტერესების ღალატი და ერთ დღეს მაინც 7 აგვისტოს, 8 აგვისტოს თუ 11 აგვისტოს შინდისის გმირების დღეს ხომ შეიძლება ეს მინიმუმ თუ გაერთიანება არ შეგვიძლია ჩუმად ვიყოთ. ესეთი ტრაგიკული თარიღები, ომის თარიღები და ომის ფაქტი ზოგადად უცხო სახელმწიფოს წინააღმდეგ, მტრის წინააღმდეგ, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 22%, ეს ფაქტი მაინც ხომ უნდა გვაერთიანებდეს. რაღაცა უნივერსალური ხომ უნდა გაგვაჩნდეს ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს და რა დისკუსიაში ვართ საერთოდ ჩაძირული. ერთმა თქვა რომ ტყვეებს ხოცავდითო, მეორემ გამოიტანა ეს მეორე პოლიტიკოსმა დისკუსიის საგნად საკუთარ გადაცემაში, რომელიც დაამონტაჟა და ვერავინ ვერ იტყვის რომ გაიპარა ეს შემთხვევით. თუ ესეთ სიგიჟეს ხედავ რომ შენი რესპონდენტი ლაპარაკობს მინიმუმ დამონტაჟების დროს ხომ უნდა დაფიქრდე რომ ამის გაშვება შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი შეიძლება იყოს. მერე ხელისუფლებამ აწია ჰაერში ეს ნარატივი, გამოძიება დაიწყო, მერე იქიდან ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა შესაბამისი განცხადება გააკეთა, კობახიძე ჩამოდგა 8 აგვისტოს და სისულელეები იძახა და ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო რაღაცეები ილაპარაკა და მესამე დღეს გამოვიდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი და თქვა ესო რევიზიის საფუძველი შეიძლება იყოსო ამ კონფლიქტისო, აი ამ სამხედრო აგრესიისო და სახელმწიფოს როლისო, საქართველოს როლისო, საერთოდ სად ვართ? რას ვაკეთებთ საერთოდ? ხომ და გამოვფხიზლდეთ? არ შეიძლება საქართველოს ეროვნული ინტერესები თამაში, იმიტომ რომ ეს არის დანაშაული, რომელიც საკუთარი ქვეყნის წინაშე, მომავლის წინაშე, თაობების წინაშე გექნება და ამას ვერ ჩამოირიცხავს ვერავინ, ვერც სამართლებრივად და ვერც პოლიტიკურად. ეს არის მოცემულობა დღეს სამწუხარო, საუბედურო, რაც ამ ქვეყანას ჭირს. როგორ შეიძლება აი ერთიანობა ირღვეოდეს, ეს ერთიანობა ირღვეოდეს ასეთი სიგიჟით სულელური განცხადებებით, რასაც ჩვენ ახლა ვადევნებთ თვალს ანა. ეს არის წარმოუდგენელი შეურაცხყოფელი. სოციალურ ქსელებში დარწმუნებული ვარ თქვენც ნახეთ და ასევე მედიის ფოკუსშიც მოხვდა ერთი მოქალაქის შეძახილი პუტინთან დაკავშირებით, ანუ 9 აგვისტოს დემონსტრაციული დიდება პუტინის თავისუფლების მოედანზე. ეს პირი, რომელიც როგორც აღმოჩნდა შემდეგ არის ოცნების მხარდამჭერი და ასე შემდეგ, ამაზე მიიღო ინფორმაცია მაყურებელმა დეტალური და ასევე ვნახე დისკუსია იმაზე, რომ აი რის გამოვლინებაა ბერდია ეს და აი აქამდე როგორ მივიდა თუნდაც ვითარება, რომ ეს ადამიანი 9 აგვისტოს ბედავს და ამას აკეთებს, ხო? ეხლა ეს შესაბამისიც იყო ადგილზე რეაქცია და დარწმუნებული ვარ ეს დღეები, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მძიმეა თითოეული ქართველისთვის და რჩება კვლავ ღია ჭრილობად, კიდევ რაღაც დამატებით დამაფიქრებელი უნდა იყოს, ხო, მთელს ამ პროცესთან დაკავშირებით, მაგრამ ის რაც მოისმინა საზოგადოებამ, ანუ როგორ ფიქრობთ, არის რაღაც აი რისი გამოვლინებაა, ან რისი სიმპტომია, ან ეხლა დღეს ვკითხულობდი, რომ თურმე თბილისში რუსული კიბერუსაფრთხოების კომპანიების დიდი შეკრება გაიმართა 7 აგვისტოს. და რაღაცნაირად ეს ამბავიც თავისებურად აჩენს მინიმუმ კითხვას და მაქსიმუმ კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის მიღების სურვილს ამ თემაზე. თუ რა ხდება? ამაზე რა სიტყვით? ანა ეს არის საქართველოს ხელისუფლების ეროვნული ინტერესების გამოხატულების ყველაზე კარგი მაგალითი, იმიტომ რომ ნორმალურ ქვეყანაში ომის წლის თავზე იმ ძიმე დღეების გახსენების წლის თავზე და იმ გმირების ხსოვნის დღეებში არ შეიძლება ბედავდეს ადამიანი სლავა პუტინის ხმამაღლა საუბარსაც კი, რომც ფიქრობდეს ასე, კოლაბორანტიც რომ იყოს, რუსეთის ინტერესებზე მომუშავე აგენტი რომ იყოს. ამას ვერ უნდა ბედავდეს თავმოყვარე ნორმალურ ქვეყანაში, აი ამ ძიმე დღეების წინ და საზოგადოების რეაქცია ამ ადამიანმა ძალიან კარგად დაინახა. მე არ ვიცი ეს ადამიანი ფსიქიკურად ჯანმრთელი იყო, არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, მიგზავნილი იყო იქ ამის სათქმელად, თუ რაღაცა აი ეს თავისი აზრების გამოვლინება მისი რაღაცა გამოძახილი იყო, შინაგანი გამოძახილი, მაგრამ საზოგადოების რეაქცია იყო ცალსახა. როგორც აქტივისტები ამ ადამიანს დაუპირისპირდნენ სიტყვიერად და გააგდეს იმ ტერიტორიიდან, ასე ფიქრობს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რღვევას
ოკუპაციას, ჩვენი გმირების სისხლს, დაღვრილს 2008 წელს იყო ეს თუ 92-93 წლებში არავინ არ შეეგუება და არავინ არ აპატიებს არც რუსეთის ფედერაციას და არც რუსეთის ფედერაციის ინტერესებზე მომუშავე საქართველოს ხელისუფლებას. და ბოლოს ბერდია ერთი კითხვა მინდა დაგისვა, მეწილად ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ ამ საკითხებზე, ეს და თქვენი კომენტარებიც და სხვა ჩვენი რესპონდენტების უკავშირდება სწორედ ქართული ოცნების პოლიტიკის მათი რიტორიკის შეფასებას, ხო? მათ შორის ერთი საკითხი ჩვენ ახლა ვერ შევეხეთ, ეს არის კირცხალიას პოსტი სუხიშვილებთან დაკავშირებით, სადაც ის პაატა ბურჭულაძეს, ასევე ნიკოლოზ რაჭველს ახსენებს, ორმაგ სტანდარტებზე ლაპარაკობს და იქაც რაღაც გარკვეული აქცენტები არის, რომელიც თუ გაქვთ სურვილი შეგიძლიათ გამოეხმაუროთ მას, მაგრამ მე მინდა კითხოთ იმაზე, აი რა ტიპის საპასუხო თქვათ პოლიტიკას და რიტორიკას იმსახურებს თქვათ ეს პროცესი, ხო? აი რა უნდა იყოს სწორი რაღაც შესაბამისი სტრატეგია თქვენი ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან. იმიტომ რომ ძალიან დიდი ჯგუფი ადამიანების ხშირად სვამს კითხვას, თქვათ ხედავთ რაც არის ახლა და მათი ინტერესია თქვათ რა იქნება შემდეგ, ხო? მათ შორის ყველა კითხვაზე პასუხების მიღებით. ეს ომის თემა, მშვიდობის თუ სხვადასხვა საკითხები იქნება, ხო? აი ამ ნაწილზე რის თქმა შეგიძლიათ თქვენ? ფაქტია და ისა კობახიძე რაღაც წერილს გამოაქვეყნებს, მე კირცხალიას განმარტებებს გააკეთებინებენ, რაღაცა იმის როლი აქვს რა, განმარტებლის როლი, მე ეხა განცხადება გააკეთა ომთან დაკავშირებით და გამოიყვანეს და კიდე რაღაც დააწერიდეს, რაც უნდა კობახიძეს კირცხალიას მრჩევლობა და განმარტებები, ხო? ძალიან საზოგადოება ძალიან კარგად ესმის, რასაც საუბრობს თავად კობახიძე. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევაში, გულწრფელად რო გითხრათ 2008 წლის ომის როგორც რუსეთის აგრესიის და იმპერიალისტური ზრახვების ყველაზე დიდი ილუსტრაციული მაგალითის, რომელთანაც გაკვეთილები უნდა მიიღო საერთაშორისო საზოგადოებას, ჩვენ საზოგადოებას, მათ შორის რუსეთში საზოგადოებას, რომელიც ეხლა ფაქტობრივად დევნილია რუსეთის ფედერაციიდან, იმიტომ რომ განსხვავებული აზრი აქვს მაგალითად უკრაინის ომთან დაკავშირებით. ამის კარგად გააზრება მაშინ ვერ მოხდა. ეს იყო ფუნდამენტური შეცდომა. ჩვენ ხელისუფლებამ ვერ შეძლო შესაბამისად დაენახვებინა საზოგადოებისთვის, თუ ჩვენ მოქალაქეებმა კარგად ვერ გავიაზრეთ, ვერ დავინახეთ ის გრძელვადიანი პროექტი საბჭოთა კავშირის აღდგენის, რასაც პუტინის რუსეთი ახორციელებდა, მათ შორის და პირველი იყო გამოვლინება 2008 წლის ომი, როდესაც ნორმალურ ვითარებაში სრულიად არაადეკვატურად რუსეთის ფედერაცია თავს დაეცხა საქართველოს იმისთვის, რომ მის მიერ ფაქტობრივად უკვე ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებლობა ბრჭყალებში გამოეცხადებინა და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ეღიარებინა და დაეწყო ის პროცესი, რა პროცესსაც ჩვენ ვადევნებდით თვალს, რომ ბუქარესტის სამიტში რაც ჩაიწერა, რომ საქართველოს სწრაფოა ნატოსკენ, რომ ის აუცილებლად გახდება ნატოს წევრი და ჩვენი სწრაფო დასავლეთისკენ შეეჩერებინა, იმიტომ რომ სუვერენულობა რუსეთისთვის მეზობლის თუ მისი ვასალი არ არის, რა თქმა უნდა, პრობლემაა, ხო? მით უმეტეს, როდესაც საუბარია ჩვენი ქვეყნის დასავლურ ინტეგრაციაზე. ამიტომ საზოგადოებამ მაშინ სწორი გაკვეთილები გამოიტანა თუ არ გამოიტანა, ფაქტია რომ დღეს ხედავს როგორი აგრესიულია რუსეთის ფედერაცია. მე კონკრეტულ მომღერალს ვერ შევაფასებ, ეხა სწორი იყო თუ არა 2018 მე გულწრფელად მე თუ მეკითხებით რიგით ადამიანი, ჩემთვის მაგალითად მიუღებელი იყო მაგალითად 2018 წელს ვიღაცას რო ემღერა თქვენზე გეკითხებით, ანუ თქვენ სტრატეგია. მორალური გაკიცხვის საგანი კი არ უნდა იყოს. ვიღაცამ თუ შეცდომა დაუშვა, დარწმუნებული არ, ეხლა ყველა იაზრებს ამას აბსოლუტურად აი იმ ფონზე, რა ფონშიც გვიწევს დღეს ცხოვრება დღევანდელ თანამედროვე სოფლიოში, მაგრამ ოცნების ხელისუფლებას, რომელიც, რა ვიცი, რუსეთის ფედერაციისგან აი ესეთი ტიპის განცხადებების არის რუსეთის ფედერაცია რომ ოკუპანტია იმას ვერ ამბობს, მტერი რო არის იმას ვერ ამბობს. აი ესეთი ხელისუფლებისგან მომღერალზე საუბარი, რომელმაც 2018 წელს თუ 2017 წელს რაღაცა კონცერტი გამართა მოსკოვში, მე მგონი არაადეკვატურობაა საერთოდ. ვერ გავიგე საერთოდ რის თქმას ცდილობენ ამით. 2008 წლის ომის მერე ვიღაცამ რომ იმღერა, ცუდია ეს, თუ ცუდია გამოვიდეს და თქვას და თვითონაც იგივე გააკეთოს. მაგრამ ამით ერთგვარად იქმნიან საფუძველს, საბაბს, რომ აი 2008 წლის მერე რასაც ის სხვები აკეთებდნენ ნაცმოძრაობის ხელისუფლება, რომელმაც მტრად არ გამოაცხადა, არ ჩამოიყვანა ის ტურისტებს უარი არ უთხრა, უვიზოდ ცალმხრივად გაუხსნა მიმოსვლა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს.
თუ ამას აცხადებს შენ რომ ეს არასწორი ნაბიჯი იყო, შენი პოლიტიკაც ხო იქითკენ უნდა მიხდიოდეს, რომ შენ სწორი პოლიტიკა აწარმოო, შენ განსხვავებული პოლიტიკა აწარმოო, თუ ვიღაცა შეეშალა თავის დროზე, მაგრამ ამას ხო არ აკეთებენ, უბრალოდ გეუბნებიან რომ ესე იყო და ეხლაც ესეა და უარისაც გავაკეთებთ ჩვენ და ჩვეულებრივი ამბავია. თორე რუსოფობია ამ ქვეყანაში საყოფაცხოვრებო დონეზე მე არ მინახავს, უბრალოდ რუსი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს. ჩვენ შეურაცხყოფს, ჩვენს კულტურას შეურაცხყოფს, ერს შეურაცხყოფს, ქორწილს უშლის ადამიანებს და თავზე ასხამს წყალს თუ რა ვიცი, რასაც ასხამს. ეს არასდროს არ იქნება მიღებული ამ საზოგადოებაში ყველას ემახსოვრება ანწუხელიძე, რომელიც არის უკვდავი და ანწუხელიძის სისხლს არ ვაპატიებთ რუსებს იქამდე, სანამ ჩვენს კუთვნილს არ დააბრუნებთ ტერიტორიებს, რომელიც ოკუპირებული აქვს რუსეთს და საქართველოს ინტერესების ხელყოფა არავის არ შერჩება. არც რუსეთს და არც მასთან მომუშავე აგენტურას. დიდი მადლობა, დაგემშვიდობები ბერდია სიჭინავა, პარტია გახარია საქართველოსთვის აღმასრულებელი მდივანი საუბრობდა ჩვენს